მოგესალმებით ყველას, ეს რობიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რა გელოდებათ პირად ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში. დღეს ამ პოზიციაზე ვშლით, თქვენს წინაშე არის სამი სხვადასხვა დასტა, აირჩიათ თქვენთვის სასურველი პოზიცია. ტაროს დასტის მიხედვით, ან შეგიძლიათ აირჩიოთ ინტუიციურად, ან საყვარელი ციფრის მიხედვით, როგორც თქვენ გული გიკარნახებთ. ასე. შეგახსენებთ, რომ ჩაწერილ ვიდეოებს უყუროთ, რადგან მაშინ იწყებს ვიდეო რეზონირებას, როდესაც მას ჩართავთ და მოусმენთ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის საიტზე, როდის არის განთავსებული. პირადი კონსულტაცია თუ გსურთ მესენჯერში დამიკავშირდით. დეტალებისთვის და Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და ასევე კომენტარების ველშიც. დავიწყოთ პირველი პოზიციის განხილვით, დროებით ამურ დასტას გვერდით გადავიტან. და ვნახოთ, რას გვეტყვის ტარო. რა გელოდებათ თქვენ პირად ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში. პირველ რიგში აქ მოდის განულება. ეს არის ნებისმიერი სიტუაციის განულება, მით უმეტეს თუ გაქვთ ახლა რთული პერიოდი, განიცდით პირად საკითხებთან დაკავშირებით, დაგროვილი გაქვთ ნეგატივი, განცდებში ხართ ვინმეს გამო, ან სიტუაცია არის გაურკვეველი, აქ მოდის სიტუაციის გარკვევა, განულება, ახალი გზების გამონახვა და ასე ვთქვათ, ახალი საწყისები. თუ აქ არანაირი პარტნიორი ახლა მწუთას არ გყავთ, შეიძლება იყოს ახალი ადამიანის შემოსვლა, გაცნობა თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ თუ სიტუაცია ისე არის, რომ გყავთ ახლა მიმდინარე პარტნიორი, ეს იმას არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ახალი ადამიანი შემოვიდეს და ახალი პიროვნება გაიცნოთ. პირად ცხოვრებაში მოდის განახლება, სიახლეები, ახალი გზები. აქ თუ ახლოს პერიოდში გეგმავთ ქალაქის შეცვლას ან სადმე სამოგზაუროდ წასვლას, იცოდეთ, რომ ამ მოგზაურობის დროს შეიძლება თქვენს პირადში მოულოდნელი ნაცნობობა შედგეს. მათ ვისაც ახლოს პერიოდში არ გაქვთ სადმე წასვლა დაგეგმილი, ეს არის სიტუაცია, როდესაც მოულოდნელად შემოვა SMS-ი ან ზარი თქვენ სოციალურ გვერდზე ისეთი პიროვნებისგან, რომელთანაც ახლა ურთიერთობა არ გაქვთ და ახალი საწყისები, ახალი გზები ზუსტად ასეთ ადამიანთან გამოჩნდება. სამი მაღალი არკანი გაქვთ პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებს ელოდეთ. სერიოზული ცვლილებები იქიდან გამომდინარეობს, რომ საკმაოდ ისეთ ინტენსიურ მიმოწერებში ჩაებმევით, ადამიანთან დაიწყებთ ურთიერთობის შენებას, სერიოზულად დაფიქრდებით, პერსპექტივები გამოჩნდება. თუ ახლა მარტო ხართ, ძალიან კარგი პერიოდი არის, რომ უახლოეს პერიოდში შემოვიდეს ისეთი ადამიანი, რომელთანაც სერიოზულ ურთიერთობას ჩამოაყალიბებთ და ყველაფერს ძალიან სერიოზულად მიუდგებით და ეს ადამიანიც, რა თქმა უნდა, ანალოგიურად მოგცემთ ამის გარანტიებს, რომ ის სერიოზული არის და ღირს მასთან რაღაც პერსპექტივების დაწყობა და განხილვა. თუ ურთიერთობაში პრობლემები იყო და კრიზისები იყო, აქ მოდის ისეთი სიტუაცია, რომ განახლებული გზები მოდის, განახლებული შანსები მოდის და სიტუაციის დასტაბილურება არის. აქ კიდევ შეიძლება ჩავთვალოთ ისეთი სიტუაცია, რომ ახლანდელ პარტნიორთან სიტუაცია დაგილაგდებათ, მაგრამ ახალი ნაცნობი შემოვიდეს და მასთანაც საინტერესო პერსპექტივები დაინახოთ და ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს არჩევანი. ძველი თუ ახალი, რომელი აირჩიოთ და არჩევანი იყოს თქვენზე. გადაწყვეტილება სწრაფად მიიღებთ, აქ მოდის ესეთი სიტუაცია. პირველებო დღეს ვინც აირჩიეთ პირველი პოზიცია, უახლოეს პერიოდში გეკნებათ ურთიერთობა, სტატუსი, სადაც თავს არ იგრძნობთ გაურკვეველ სიტუაციაში. ძალიან ისეთი
მკაფიო და მნიშვნელოვანი პერიოდი შემოდის თქვენს პირადში, რადგან მოდის აქ კალაპოტში ჩაყენება ნებისმიერი სიტუაციის და საბოლოოდ იმ შედეგის მიღება, რაც თქვენ გსურთ. თქვენ სასიკეთოდ წყდება სიტუაცია და პლუს ამას ვისაც ეს თემა გაქვთ აქტუალური, რომ გსურთ, რომ გქონდეთ ურთიერთობაში სტატუსი და გქონდეთ მყარი ესეთი ცხადი ურთიერთობა, ამის ძალიან დიდი პერსპექტივები გამოჩნდა. დაგემშვიდობებით თქვენ და გადავიდეთ მეორე პოზიციის განხილვაზე. მოგესალმებით, მეორეებო. და ვნახოთ თქვენს შემთხვევაში რა გელით უახლოეს პერიოდში პირად ცხოვრებაში. აქ თქვენს პარტნიორს ხედავ პირდაპირ, რომელთანაც რაღაც ჰარმონიაში, იდილიაში იქნებით და თქვენს გეგმებს გააერთიანებთ, ვისაც ახლა გყავთ პარტნიორი, პირად ცხოვრებაში მოდის ისეთი სიტუაცია, როდესაც ტელეპათიურად უგებთ ერთმანეთს, ყველაფერს უგებთ პარტნიორს, პარტნიორიც გიგებთ, ჰარმონიაში ხართ, ერთნაირი სურვილები გაქვთ, ერთნაირი მისწრაფებები გაქვთ, მიხვდებით, რომ სწორ პიროვნებასთან ხართ, გენდომებათ, რომ მასთან უფრო მეტი დრო გაატაროთ, ეს არის პაემანი, ეს არის შეხვედრა, ეს არის გრძნობების გამჟღავნება, თუ ახლა გყავთ ქრაში ან ისეთი პიროვნება, რომელთანაც ასე ვთქვათ, ურთიერთობაში ხართ, უბრალოდ კომუნიკაციაში ხართ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბებულ ხართ თუ არა ერთად. უახლოეს პერიოდში ძალიან კარგი შანსია იმისა, რომ ეს ადამიანი გამოტყდეს ან გრძნობებში, ან იმის სურვილში, რომ თქვენთან მომავალს ხედავს და ურთიერთობა გააგრძელოთ. თუ ახლა მარტო ხართ და არავინ არ არის თქვენს ცხოვრებაში, უახლოეს პერიოდში შემოდის ისეთი ადამიანი, რომელიც ძალიან მოგეწონებათ და მასთან თავს კომფორტულად იგრძნობთ და რაღაც საწყისები გამოჩნდება. უბრალოდ აქ კარტი გეუბნებათ, რომ თუ მუდმივად სახლში ზიხართ ან სამსახურიდან პირდაპირ სახლში მიდიხართ და ძალიან ზედ ჩაკეტილ გარემოში ხართ, ეს ყველაფერი შეცვალოთ. თუ გინდათ, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს სიახლეები, მით უმეტეს პირად ცხოვრებაში, გამოდით კომფორტის ზონიდან, დაპატიჟებაზე თუ მიდგა საქმე, აუცილებლად წადით, არ შეიკავოთ თავი, გაიფართოვეთ სანაცნობო წრე, მით უმეტეს მათ, ვინც მარტო არის და გინდათ, რომ სიახლეები შემოვიდეს, აქ კარტი მიგანიშნებთ, რომ მუდმივად სახლში, ან სამსახურში, ან დახურულ სივრცეში, მუდმივად რაღაც შენობაში არ გაატაროთ დრო. მოდის ისეთი პერიოდი, რომ დრო არის, რომ გახვიდეთ გარეთ, კომუნიკაციაში შეხვიდეთ ბევრ ადამიანთან, გაიჩინოთ ახალი მეგობრები, იყოთ აქტიური, იმიტომ რომ აქ პასიურ არკანებში ამოდიხართ, რატომღაც, ან შეიძლება დიდი ხანი რაღაც ერთი და იგივე ერთფეროვნება ხდება თქვენ ცხოვრებაში და აქ კარტი კარნახობთ, რომ თქვენთან თქვენზე არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შეიძლება თქვენს პირადში ის დეტალები, რისი შეცვლაც გინდათ. აქ მეორე პოზიციაზე შეიძლება ძალიან ბევრი შიშები გქონდეთ, ან სიტუაცია ისე გქონდეთ, რომ პარტნიორთან მუდმივად რაღაც ეცით როგორი სიტუაცია არის, რომ ტყუილად ნერვიულობდეთ, ვისაც გყავთ პარტნიორი, შეიძლება გადამეტებული ეჭვიანობა გქონდეთ მის მიმართ, მუდმივად ისეთ ფიქრებში იყოთ, რომ აი დროზე მომწეროს SMS-ზე 5 წუთიც არ დამეგვიანოს პასუხი, რაღაც ემოციებში ხართ. ეს ყველაფერი არ გინდათ, იმიტომ რომ ძალიან ემოციური ფონი შეიძლება ჩამოგიყალიბდეთ და მიჯაჭვულობაში გადაგეზარდოთ ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში თქვენ ცხოვრებაში. კარტი გუჩვენებს, რომ არაფერი ცუდი არ მოხდება, თუ პარტნიორზე ეჭვები გაგიჩნდათ, თქვენი ეჭვი მცდარი იქნება, პარტნიორს აქვს თქვენს მიმართ ძალიან ძლიერი სექსუალური მიზიდულობა, ისევ აინტერესებთ, ისევ ცეცხლოვანი ხართ მისთვის, ეს არ იფიქროთ, რომ რაღაც მომენტში ჩიხში შედიხართ, არა. უბრალოდ სიტუაციის და ურთიერთობის გამოცოცხლება თუ გინდათ, აქ კარტი გეუბნებათ, რომ თქვენ შეგიძლიათ ამაზე იმუშაოთ, რაღაცები დაგეგმოთ, ინიციატივები თქვენ თავზეც აიღოთ და რაც თავარია სახლიდან გახვიდეთ.
ვინც მარტო ხართ, მათ გეხებათ ეს არის ძალიან კარგი შანსები იმისა, რომ დაიწყოთ ნელ-ნელა თქვენი კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ, გაიცნოთ ახალ-ახალი პიროვნებები და ამ ნაცნობობაში უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ესეთი ადამიანი, რომელსაც მასისგან გამოარჩევთ და თქვენ სულთან უფრო ახლოს მოვა და მასთან კომუნიკაციით დაინტერესდებით და უახლოეს პერიოდში პირადში წინსვლები ამ კუთხით გექნებათ. დაგემშვიდობებით თქვენ. გადავინაცვლოთ ჩვენ მესამე პოზიციის განხილვა დავიწყოთ და კიდევ ერთხელ მოგესალმებით მესამეებო და გავიგოთ რა გელით პირად ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში თქვენ. აქ ძალიან ისეთი სტაბილური არკანით დავიწყეთ, შეიძლება ბევრი თქვენთაგანი ახლაც დაოჯახებული ხართ, ვინც მიყურებთ, ან ძალიან მალე აპირებთ, რომ დაოჯახდეთ და სერიოზული ურთიერთობის წინაშე ხართ. და სხვათა შორის აი აქ გავიგოთ რა ხდება. აქ შეიძლება იყოს ისეთი სიტუაცია, როდესაც ურთიერთობაში ხართ, შეიძლება დიდხნიან ურთიერთობაშიც ხართ. როგორც აღვნიშნე, ან უკვე თანაცხოვრებაში ხართ და ცოტათი რაღაც მომენტში იცით როგორი სიტუაციაში ხართ, რომ უახლოეს პერიოდში დაგაკლდებათ ამ პიროვნებასთან რაღაც სიახლეები, აი გინდათ რომ რაღაცა სიახლეები მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ უკვე ერთფეროვანია, ცოტა მოიწყინეთ, არაფერი აღარ ხდება ისეთი, პარტნიორი თითქოს ისე ძალიან აღარ შრომობს ამ ურთიერთობაზე, როგორც თავდაპირველად, რაღაცა რუტინაში ხართ. აქედან გამომდინარე შეგეძლიათ რომ ეს ცვლილებები ამ ცვლილებებში უბრალოდ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა და პარტნიორთან რაღაც თემები წამოჭრათ, ან რაღაც დაგეგმოთ თქვენვე. უახლოეს პერიოდში, შემოდის აქ სტაბილური ურთიერთობა თქვენთან, ამ პიროვნებასთან თითქოს არც კონფლიქტი, არც კამათი, არაფერი ისეთი განსაკუთრებული ცუდი არ ხდება, უბრალოდ მოდის ის მომენტები, რომ შეიძლება რაღაც სიახლეები მოგინდეთ, გახალისება მოგინდეთ, სადმე წასვლა მოგინდეთ, ძველებური დროის დაბრუნება მოგინდეთ, როცა თქვათ, გაიხსენებთ, რომ აი წინა წელს რომ ერთად ვიყავით, უფრო სხვანაირი ურთიერთობა გქონდა, ახლა უფრო რაღაცა ძალიან ზრდასრულ ადამიანებს დავემსგავსეთ და მარტო სამსახურზე ვლაპარაკობთ, ან მარტო ოჯახის თემები გვაქვს საზრუნავი, უფრო პასუხისგებლობებისკენ ვართ და ერთმანეთთან რომანტიკული შეგრძნებები თითქოს დაგავიწყდეთ. აქედან გამომდინარე ამ ყველაფრის გამოსწორების პერიოდი შემოდის. ანუ ამას იგრძნობთ, რომ ეს სიტუაცია არის და ამაზე გამოსწორება, ამის გამოსწორებაზე უბრალოდ დაიწყებთ ფიქრს და სხვათა შორის აი შეიძლება თქვენი პარტნიორი ცოტათი რთულად დაძრათ და რთულად გამოიყვანოთ ამ შეჩვეული მდგომარეობიდან. აი რაღაცაში ძალისხმევის ჩადება მოგიწევთ, ხედავ რომ რაღაც ძველებური ურთიერთობის დაბრუნების ინიციატივა თქვენგან წავა და ამაზე მუშაობა მოგიწევთ. ვინც ახლა ურთიერთობაში არ ხართ უახლოეს პერიოდში, უახლოეს პერიოდში სხვათა შორის შემოდის თქვენ ცხოვრებაში უფრო მეტად თანხების პრობლემა. პრობლემა აქ შეიძლება ესეთი პირდაპირ პრობლემა არ იყოს და რა კუთხით ვამბობ, რომ იმაზე მეტი ხარჯი გქონდეთ ამ პერიოდში, ვიდრე დაგეგმეთ და რაღაცაში უფრო თქვენს ბიუჯეტზე იყოთ ორიენტირებული, რომ აი ხარჯები ვერ გადავანაწილე, ან უფრო მეტი დამეხარჯა, ვიდრე ყოველთვის ხარჯავ, რაღაცა ამ პრობლემებში იქნებით და აი ამ თქვენს, ასე ვთქვათ, თქვენი გონება იქნება უბრალოდ გადართული უფრო სამსახურზე, კარიერაზე, ან რაღაცა ფინანსურ პრობლემებზე და აი ამ დროს, როდესაც არ ელოდებით, უეცარი სიტუაციის შემოbrunება და ისეთი ადამიანის შემოსვლა არის უახლოეს პერიოდში თქვენთან, რომელიც გეგონათ, რომ უკან მოიტოვეთ, წარსულში დარჩა, შეიძლება ძალიან ღრმად გჯეროდათ, რომ აღარც გამოჩნდებოდა, აღარც მოგწერდა და უცებ აი ასეთი გაწამატის დროს რაღაცა SMS-ი მოვა თქვენთან. ასეც ხდება ხოლმე, რომ როდესაც არ ელით, ისეთი ადამიანი შემოდის თქვენ ცხოვრებაში, აი კიდევ ერთი არკანი, რომ ეს არის წარსულიდან ადამიანი, ეს არის ხმლების მეფე. ხმლების მეფე ხშირად გვესახება როგორც ყოფილი
ან ადამიანი, რომელიც არის ჰაერისტიკის წარმომადგენელი, სასწორი ტყუპები მერწყული. აი ესეთი პიროვნების შემოსვლა გიჩანთ. ახალი ნაცნობობა არ ჩანს ამ ეტაპზე, ეს არის რაღაც დაუმთავრებელი ვიღაცასთან ვერ დავუყურეთ ურთიერთობა, რაღაცა დაუმთავრებელი საკითხების მოგვარების პერიოდი გექნება და პირად ცხოვრებაში აი ასეთი მდგომარეობა შემოდის, მაგრამ გავიგოთ თქვენ შემთხვევაში რა სურს ამ პიროვნებას. თქვენ ძალიან მოენატრა, თქვენთან კომუნიკაცია ძალიან მოენატრა, სურს რომ გაიგოს როგორ ხართ, რა ხდება თქვენ ცხოვრებაში, ძალიან მარტივად შემოდის, მსუბუქი ენერგია შემოაქვს და შეიძლება თქვენ ცოტათი გაურკვეველ სიტუაციაში დაგაბნიოთ ამ ვითარებამ, გაურკვეველი მომენტები შეგექმნათ ემოციურადაც და რაღაც მომენტში შეიძლება იორჭოფოთ, უპასუხოთ თუ არა, მაგრამ მაინც შეხვდებით ამ ადამიანს დიალოგში და მიხვდებით, რომ ცუდი განზრახვით არ არის ეს ადამიანი თქვენს მიმართ შემოსული და რაღაც მომენტში უახლოეს პერიოდში თქვენს პირადში ამ პიროვნებასთან კომუნიკაციას ვხედავ. აქ შეიძლება თქვენი კომუნიკაცია ზოგიერთ თქვენთან შემთხვევაში ინტენსიურიც გახდეს, ყოველდღიურ რეჟიმშიც გადავიდეს და ძალიან ესეთი სწრაფად აღადგინოთ ამ პიროვნებასთან მნიშვნელოვანი ზაარები ან შეხვედრები ან ისევ კომუნიკაციაში შეხვდეთ, ეს მაინც იმას არ ნიშნავს, რომ შეურიგდებით ისე როგორც წყვილი, უბრალოდ ვხედავ, რომ ძალიან დიდი პოტენციალი არის, რომ ამ პიროვნებასთან ისევ კომუნიკაცია შეინარჩუნოთ და მასთან რაღაც გეგმები ისევ დაისახოთ ან მიხვდეთ დინებას. აი ესეთი პერიოდი გექნებათ. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ ყველას და მომდევნო მომავალ შეხვედრამდე.